დაგვირდით ამ ადამიანს ვიდეოზე, ის რამდენიმე წამის წინ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ახლა მისი ტუჩის კუთხე არის ჩამოკიდებული, ხელს ვეღარ ამოძრავებს და ლაპარაკიც გაუძნელდა. თქვენი აზრით, რა შეიძლება მას სჭირდეს, დაწერეთ კომენტარებში, მე კი ზუსტად აგიხსნით, რა ხდება ამ დროს და როგორ ვითარდება ეს მდგომარეობა. იმ ადამიანს ჰქონდა ინსულტი და ამ ვიდეოში აგიხსნით, როგორ ვითარდება ინსულტი. ვიდეოზე რასაც ხედავთ, ეს არის იშემიური ინსულტის განვითარების მექანიზმი. ამ დროს თავის ტვინის კონკრეტული რეგიონის მომარაგებელი სისხლძარღვი განიცდის ბლოკირებას, რის შედეგადაც ეს კონკრეტული რეგიონი განიცდის იშემიას, როგორც ხედავთ, ანუ სისხლნაკლებობას და იწყებს მკდომას. ეს ბლოკირება სისხლძარღვის შეიძლება გამოწვეული იყოს თრომბოემბოლიით ან არტერიოსკლეროზული პროცესებით, რაც ამ ვიდეოზეა ნაჩვენები, ანუ არტერიის კედლის სკლეროზის შედეგად მცირდება სანათური არტერიის და უფრო ნაკლები სისხლი მიეწოდება კონკრეტულ რეგიონს. მეორე, ანუ ჰემორაგიული ტიპის ინსულტის დროს კი ხდება სისხლდენა დაზიანებული სისხლძარღვიდან. ამის შედეგად კი, რა თქმა უნდა, ირღვევა სისხლის მომარაგება და დამატებით იზრდება თავის ტვინზე ზეწოლითი წნევა ამ ჰემორაგიის შედეგად.